ძალიან მაგალითად ბიძინა, მისი ოჯახი. ბიძინა. ივანიშვილი, მისი ოჯახით. ვინმე რომ მოდიოდა, ისე იცლებოდა, რომ მეც მიყვირდა, რომ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ასეთი თამაში. მზად ხარ იმისთვის, რომ ამ კომენტარებში ბევრმა დაწეროს, რომ შენ ტყუილს ამბობ, შეიძლება გვაგინონ, შეიძლება დაგვწყევონ კიდეც. მზად ხარ, რომ ეს აიტანო? აი და როგორ მახსოვს, ვამბობდი, რომ აქ აღარ ჩამოვალ არასდროს, ხო? გრადას უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საცხოვრებელი კომპლექსი გრადა პარკი, დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონა, დაკეტილი ეზო, 24 საათიანი დაცვით და კამერებით, მიწისქვეშა 2 და 3 დონიანი კომფორტული ავტოსადგომი. გრადა, გადადი მარტივად. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა, დღის სტაციონარით. გერმანული ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. ის, რა ტექნოლოგიის გამოცვა გზავნით გერმანიაში, არის უკვე კლინიკა პირველში. კლინიკა პირველი. იფიქრე. ისუნთქე. ისწავლე. გაერთე. ირბინე. იცხოვრე შენს გემოზე. იდეოგრაფი წარმოგიდგენთ ენერგოეფექტურ სახლებს ზემულისზე, ფიჭვების ხეივანში. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით. იდეოგრაფი. მშრალი და აქერცლილი თავისგანი, არა მხოლოდ მშრალი, არამედ დაზიანებულიცაა. ამის გამო ის ტენიანობას ვერ ინარჩუნებს. ახალი Head and Shoulders Derma X Pro თავისგანს აღადგენს და ატენიანებს. Derma X Pro მშრალი კანის ახლიდან დაბადება. COVID-19 სწრაფად მოქმედებს. იმოქმედე შენც. მიმართა პირად ექიმს და გაიგე, რომელია მკურნალობის შენთვის შესაფერისი მეთოდი. თუ COVID-19 სიმპტომები თუნდაც მსუბუქად გამოგივლინდა, არ გადადო ტესტის ჩატარება. პოზიტიური პასუხის შემთხვევაში იმოქმედე სწრაფად. COVID-19 სწრაფად მოქმედებს. იმოქმედე შენც. ცხოვრობ ცხოვრების ჯანსაღი წესით. ყავს ბედნიერი და მოსიყვარულე ოჯახი. გაქვს საკუთარი წარმატებული ბიზნესი. ყავს მხიარული და ერთგული მეგობრები. მაგრამ არავითარი მაგრამ, როდესაც N-Medicine შენთანაა. N-Medicine გადადგი ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ. წარმოგიდგენთ ახალ ფერის პლატინიუმ ჰიგიენა. შესანიშნავი ჰიგიენური წმენდა დამატებითი საწმენდის საშუალებების გარეშეც კი. ფერის საუკეთესო ცხიმის წმენდის ენერგიით მიაღწიე მაქსიმალურ ჰიგიენას. ფერი პლატინიუმ ჰიგიენა. ფერის ყველაზე ეფექტური წმენდა. ახალი გემო დანკინისგან. მარილიანი კარამელისა და ყავის საოცარი მიქსი. მოდი დანკინში და დააგემოვნე ახალი კარამელ ლატე. ვენდის წარმოგიდგენთ. ყველაზე გემრიელ და ყველაზე ხრაშუნა ქათმის ფრთებს. საუკეთესო ქათმის ფრთებისთვის ეწვიე ვენდის. საქართველოში 10,000-ობით ადამიანი ირჩევს ორალბის ელექტროკბილის ჯაგრს. უფრო ჯანმრთელი ხრძილებისთვის მრგვალთავიანი ორალბი მთლიანად ფარავს კბილს და აშორებს 100%-ით მეტ ნადებს, ვიდრე ჩვეულებრივი ჯაგრისები. შენ იყენებ ორალბის? თუ ჯაგრისის თავი დაძველდა, შეცვალე ახლით.
14 თებერვლის ჩათვლით ვალენტინობის შეთავაზება სუფთა სახლისგან. ისარგებლე 40%-იანი ფასტეკლებით ლორეალის და მეიბლინის დეკორატიული კოსმეტიკისა და ტარკოს თავისმოვლის აქსესუარებზე. 30%-იანი ფასტეკლებით ლარივეს ფრანგულის უნამოების სრულ ასორტიმენტზე. იშოპინგი ახლა უკვე ონლაინ. გამოხატე გრძნობები შენი საყვარელი ადამიანის მიმართ რობერტო ბრავოს თვალის მომჭრელი სამკაულით. ისარგებლეთ სრულ კოლექციაზე 25%-იანი ფასტეკლებით. რობერტო ბრავოს ხელნაკეთი საიუველირო სამკაული ქმნის დაუვიწყარ ემოციებს. რობერტო ბრავო. ნეოლაბი წარმოადგენს მულტიფუნქციურ სამკურნალო დიაგნოსტიკურ კლინიკას, რომელიც 2002 წლიდან ოპერირებს საქართველოში. ნეოლაბის ახალ ცენტრალურ ფილიალში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ექიმის სპეციალისტების მომსახურება, ულტრაბგერითი გამოკვლევა და ფიბროსკანი, ინსტრუმენტული კვლევები, ენდოსკოპია, გასტროსკოპია და კოლონოსკოპია, რენტგენოლოგიური კვლევები, ლაბორატორიული კვლევები როგორც კლინიკაში, ასევე ბინაზე მომსახურებით. ჩვენი კლინიკის უპირატესობა საუკეთესო ექიმებისა და უახლესი თანამედროვე აპარატურის კომბინაციაა. საღამოს ეთერის სპონსორია ისმიჟენი. ისმიჟენი ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ასაკში. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. საღამოს ეთერის სპონსორია მეგადორსი. ევროპული ხარისხის ქართული კარი. მეგადორსი. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნით ბლოკში ჩვენთან გიული ალასანია იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედას გავესაუბრებით მოგესალმებით მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას მე ბოლო ინფორმაცია მინდა თქვენ გკითხოთ სავარაუდოდ ნახავდით CNN-ზე გასულ კადრებსაც რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბერშია გადაღებული და ჩანს სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა თქვენ დღეს ის მოინახულეთ შეგიძლიათ ბოლო ინფორმაცია მოგვაწოდოთ როგორ არის ბოლო ინფორმაცია არის ძალიან მძიმე მე საერთოდ ყოველ დღე დავდივარ დღეში ორჯერ და ყოველ შესვლაზე უფრო მძიმე მდგომარეობა ხდება ვიდრე წინა შესვლაზე მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყო იმიტომ რომ თელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა ადამიანმა ისეთი ძლიერი ტკივილები ჰქონდა სახსრების ძალიან ძლიერი და ამას არ ეძინა და არც ეკთემს არ ეძინათ არავის არ ეძინა აი ესეთი მდგომარეობა იყო ძალიან ცუდად არის ფაქტიურად კუნთები საერთოდ გაუქრა ადამიანს აი საუბრობთ მე ვნახე კომენტარები რომელიც გააკეთეთ მედიასთან რომ დღეს სასწორი არ იყო იქ რომ წონა გაგიკონტროლებინათ აღარ იყო ოთახში რატომღაც იმიტომ რომ ხო იწონება ადამიანი არა და ეხლა არ ვიცი ალბათ ჩათვალეს რომ აღარ არის საჭირო ეს კონტროლი წონის აი სულ მაინტერესებს მაგრამ მე ამჯერდება სასწორი სხვათა შორის იმიტომ მე თვალები მაქვს და ყოველ შესვლაზე ხედავ რომ ეს ადამიანი გაქრა ილევა აღარ არის რა ტიპის კომუნიკაცია გაქვთ ხოლმე როცა შედიხართ ან რამდენი ხნით ახერხებთ მასთან საუბარს ვიცით რა აი ეს არის ერთ საათი ხანდახან ნახევარი საათი იმიტომ რომ ეხლა ვიცით აი თვითონ ეს შესვლის პროცედურა იწელება ხოლმე იმიტომ რომ უნდა უცადო ვიდრე ნებართვას დაგთავენ ხანდახან ეს ნახევარი საათი გრძელდება ხანდახან უფრო მეტი ხანდახან სასწაული მოხდება ხოლმე და სწრაფად შედარებით შემიშვებენ მერე იქ არის შემოწმება ამ რაღაც საჭმლის რომელიც მე მიმაქვს ხო ის იწონება ის მას ლაბორატორიული გასინჯვა და ამას ყველაფერს დრო ხომ ჩემი გასინჯვა ხდება და მე შეფუთვა ეს ყველანაირად ეს ბირბა და ეს ხალათი ეს ყველაფერი კვებაზე გკითხავთ აუცილებლად კომუნიკაციაზე იმიტომ გკითხეთ რომ თქვენ ერთადერთი თუ არა ძალიან მცირე რაოდენობით ადვოკატები და მხოლოდ თქვენ ახერხებთ მის მონახულებას ხომ მას შემდეგაც ეხლა კარანტინი გამოცხადა რაღაცა პერიოდიდან თუმცა მანამდე საერთოდ შეიზღუდა მნახველების რაოდენობა აი ეს კომუნიკაციის ნაკლებობა რომელიც ამის შედეგად მას მოქმედებს თუ არა მასზე. რა თქმა უნდა მოქმედებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა გარდა იმისა რომ ადამიანი არის ძალიან მძიმე ავადმყოფი, რა თქმა უნდა ეს ემოციური მისი განწყობა, ეს ფსიქოლოგიური, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, იმიტომ რომ ადამიანს რაღაც мотиваცია ცოცხალ ადამიანს უჭირდება. და ამ ადამიანს ნელ-ნელა გაუქრა ეს мотиваცია, იმიტომ რომ სრულიად იზოლირებულია ფაქტიურად გარე სამყაროსგან. ტელეფონი ხო თავიდანვე არ მისცეს. არის მისი ერთადერთი ეს ინფორმაციის წყარო ეს არის ტელევიზია.
სადაც უკრაინის ამბებით უფრო არის დაინტერესებული როგორც ეს უკრაინა, როგორც ეს უკრაინა. აი კადრები რაც ჩანდა, მე ვთხოვ ასევე პროდიუსერს პარალელურად ვაჩვენოთ CNN-ზე რაც გავიდა დღეს. მას შემდეგ მდგომარეობა გავარესებულია. ეს არის 4-6 ოქტომბრის კადრები არა? იმის შემდეგ დიდი დრო. გონების კარგვის მომენტი ჩანს. ასეთი შემთხვევები ხშირია? ასეთ შემთხვევები იყო და იქ ჩამოთვლილია იმ დიაგნოზში, რომელიც დაიწერა, ეს მთელი დიაგნოზი, იქ ეს ყველაფერი არის დანჩვენები. დღეს მას შემდეგ რაც თქვენ მოინახულეთ მიხეილ სააკაშვილი, ასევე გქონდათ საუბარი ზურაბ ჩხაიძესთან. შეგიძლიათ გაგვიმხილოთ საუბრის დეტალები რაზე გქონდათ? ძალიან ისეთი მეგობრული კეთილგანწყობილი ყველაფერი. იცით რა არის, ხა მე დაწყებული საუბრები მქონდა ხოლმე სხვადასხვა ადამიანთან. დაწყებული მე-18 ციხე იყო რა ის გლდანში უკვე ის ნომრები ამერე ხო იქაც მქონდა ამ პენტენციური სისტემის უფროსებთან ლაპარაკი ცალ-ცალკე ყველა არის ძალიან კეთილგანწყობილი ძალიან მოსურნე რომ აი იზრუნონ რომ მოარჩინონ მაგრამ სიხტვილეში ხდება კოლექტიური მკვლელობა აი რა ხდება ისი მოწმე ვარ მე სამწუხაროდ აი ესეთი სურათი გვაქვს და აი ზურაბ ჩხაიძე რომელიც მედიასთანაც ხშირად და აქტიურად აკეთებს კომენტარს ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდში მისი მოწოდებები თუნდაც თქვენი მისამართით ადვოკატების მისამართით რომ მიხეილ სააკაშვილის კვებაზე იზრუნონ რომ მას მოუწოდონ რომ იკვებოს რადგან ასე ვთქვათ არ იღებს იმ ტიპის სამწუხაროდ იცით რა მოწოდებებით ვითარება ვერ შეიცვლება ის რომ ადამიანი არის მოწამლული რომ მას აქვს ძიმე მეტალები ორგანიზმში რომელიც უსათოდ უნდა გამოიდევნოს რაღაცნაირად და ეს ჯერჯერობით ამის ცელობა არ საწყებულა იმიტომ რომ ეს რთულია როგორც ჩანს ჩვენ პირობებში ეს ვერ მოხერხდება იმიტომ რომ ამ მოწამლასთან ერთად პარალელურად ამას აქვს გრძელი სია დიაგნოზების ძიმე დიაგნოზების მათ შორის და ეს ყველაფერი ერთად არის ძალიან სარისკო და მე არ მეგულება აქ საქართველოში არავინ არც ერთი ადამიანი რომელიც ამას მოკიდებს ხელს და აიღებს თავის თავზე ალბათ არა კი ბატონო თუმცა ზურაბ ჩხაიძესთან თუ გაქვთ ასე პირადი არა ბატონ ზურაბთან მენეჯმენტი რას ბატონ ზურაბისგან მე მოვისმინე ორჯერ სხვათა შორის აი ესეთი ის იყო ინფორმაცია მისგან ამბობდა ბატონი ზურაბი რომ აი ჩვენ ყველაფერს უკეთებთ მაგრამ ну მდგომარეობა არ უმჯობესდება მდგომარეობა უარესდება ხო ფაქტია რა ახსოვს რამდენი კილო იყო როცა შევიდა ვიმამეთში ეხლა ვხედავთ რა მდგომარეობაშია მის წონას ვხედავთ მის მდგომარეობას ვხედავთ ბევრად გაუარესებულია ეს მდგომარეობა და ამას ვერ ავხსნით მხოლოდ იმით რომ ადამიანი არ ჭამს თურმე კი არ ჭამს ასკე ვერ ჭამს უკაცრავად. აი მუდმივად იმაზე საუბრობენ რომ არ იღებს იმ ტიპის იმ რაოდენობის საკვებს ან საერთოდ არ ემორჩილება ექიმების დანიშნულებას და არა რადგან არ ემორჩილება ვერ ემორჩილება. შეუძლებელი ადამიანი ვერ ჭამს იმის გამო რომ არის მოწამლული. აი სწორედ ეგ არის პრობლემა. ეს პრობლემაა. ამაზე საუბრობდა მათ შორის სასამართლო პროცესზე ნინო ნადირაძე. და საუბარი სწორედ ამ კვებაზე იყო. არ ვიცი ვინ როგორ შეაფასებს სავარაუდოდ იმდენად სამედიცინო საკითხებზე ის არ საუბრობდა ვიდრე კვებაზე და ეს გახდა შემდეგ მედიას ქალბატონმა ნინო აი დაბალი კალორაჟის საკვები რომელსაც ის იღებს ქალბატონმა ნინო აღნიშნა რომ პაციენტს აქვს კახექსია და კახექსია სწორედ ის დაავადება ის არის რაც ისი პროგნოზირება ხდებოდა თვეების წინ და ყველაფერი ხა იმ პროგნოზების მიხედვით მიდის. რა თქმა უნდა, მას უკვე კახექსია აქვს, ეს კახექსია უკვე გააქტიურდა. ეს აღნიშნა ქალბატონმა ნინომ. ეს ნამდვილად ასეა და კახექსია არის სხვათა შორის ერთ-ერთი ის დიაგნოზი, რომელიც ათავისუფლებს ნებისმიერ პატიმერს ათავისუფლებს საერთოდ. კი ბატონო, ხო არის ჩამონათვალში იმ დაავადებებს, რომლის გამოც საშილის გადავადება უნდა მოხდეს. თუმცა ასე არ მოხდა. მაგრამ მე მაინც კითხვა არის კიდე რატომ ვერ მოხდა იმის ნათლად დადასტურება თქვენი აზრით, რომ ის მართლაც ვერ იღებს საკვებს და არა არ იღებს, იმიტომ რომ ხელისუფლების პროპაგანდაც ამაზეა აწყობილი, რომ რეალურად მას შეუძლია და არ იღებს, არ ემორჩილება, რასაც იღებს დაბალი კალორაჟით იღებს. საუბრობენ მათ შორის სასამართლო პროცესებზე, რა ტიპის და რა სჭამდა, ეს იყო გარჩევის საკითხი და რატომ ვერ მოხდა ეს არის
ჩვენი მთავრობის აზრი, მაგრამ აი რა მოხდა ეხლა გუშინ არა, როდესაც 27 ევროპის 27 ქვეყნის მთავრობამ, ანუ ხელმძღვანელებმა მოუწოდეს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებს, რომ გაანთავისუფლოს სააკაშვილი და მიცენ მას შესაძლებლობა, რომ იმკურნალოს. აი ამ შემთხვევაში არა მარტო სხვათა შორის პოლონეთს აქვს შეთავაზება, რომ წაიყვანენ, გამოუგზავნიან სპეციალურ თვითმფრინავს რეანიმობილს და მიცემ და დაიწყებენ მის კურნალობას. აი ამაზე საუბრობდა სხვათა შორის მისი ადვოკატიც საუბრობდა ამაზე CNN-ის ეთერში, რომ 27 ქვეყანა მზად არის და სოლიდარობას 27 ქვეყანა არის მზად. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხა 27 ქვეყანა ეს ევროპის ქვეყნები, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ეს ყველა მოწინავე ქვეყანა ფაქტობრივად შეთანხმდა. ეს ასე ადვილი არ არის. კი ბატონო. ეს ჩანს არავითარი ეჭვი მათ არ აქვს. უამად ეს ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი, მათ არ აქვს არავითარი ეჭვი. ეჭვი აქვს რატომღაც მარტო ჩვენთან აქვს მხოლოდ. როგორ იკვებება ქალბატონ გიული? რას იღებს? როგორ ხდება ეს კვება? რა რაოდენობით? შეგიძლიათ რაღაც შთაბეჭდილება შეგვიქმნათ? იცით რა არის? მე რაღაცა მაქვს რაღაცა დაახლოებით ვიცი რომ შეიძლება ვთქვათ გული მიუვიდეს ადამიანს, მაგრამ იქიდან მე რაღაცა დიდ ნაწილს როგორც წესი მატანს გატანს უკან, იმიტომ რომ ვერ იღებს. ვერ იღებს. ანუ თქვენ რა საკვებსაც არჩევთ, კალორაჟის მიხედვითაც არჩევთ, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი. კალორაჟის მიხედვითაც მისაღებია სრულიად იმას ის მიმართ რაც საჭიროა, მაგრამ ადამიანმა უნდა მიიღოს აი ამ მდგომარეობაში ის რაც უნდა, რაც შეუძლია რომ მიიღოს. სხვა გამოსავალი აქ არ არის, ვერ იღებს. და რა ვქნათ? სახალხო დამცველის კონსილიუმთან ჰქონდათ ინიციატივა, რა იცით, როგორ ჩაერთვება ამ პროცესში? იცით რა, რამდენიმე დღის წინ ითხოვა ჩემმა შვილმა და ეს ნებისმიერ პატიმარ საქამის უფლება რომ ითხოვოს სახალხო დამცველის აი ესეთი ვიზიტი და ნუ აი მოვისმინე ტელევიზიით რომ ორშაბათს თითქოს აპირებენ რომ შეიკრიბონ თავისი ექიმები რომლებიც ყავდათ ადრე კონსილიუმში და მე აი მიიღებენ გადაწყვეტილებას როდი შევიდნენ როგორ შევიდნენ მაგრამ საქმე რა შეიძლება აი ეს ყველაფერი ისე მიწელება იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის ყოველი წუთია მნიშვნელოვანი ყოველი წუთი აი ჩვენ ორშაბათს შევიდგეთ მე ხუთშაბათს ეს მოხდება მე შაბათს კიდე რაღაცა მოხდება და ამასობაში ადამიანი აღარ არის აი რა ხდება აი იცით რა მაინტერესებს აი თქვენ როგორც დედას ამ ეტაპზე ამ მოცემულობაში რა გაძლევთ იმედს რისი იმედი გაქვთ ანუ სად ხედავთ იმედს რომ რაღაც მოცემულობა შეიცვლება არ ვიცი მართალი გითხრათ არ ვიცი იმიტომ რომ მე სულ მქონდა იმედი რომ იქნება ის სასამართლო მოხდეს სასწაული მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ დრო გადის და არავითარი სასწაულები არ ხდება არ ვიცი მე არ ვიცი რა იქნება ხვალ თუ იცით სტრასბურგში წავა თუ არა ეს საქმე არ ვიცი იცით აი ეს ადვოკატის გადასაწყვეტი ალბათ რა თანმიმდევრობით და როგორ გაკეთდება და რა ფორმით ამას იმიტომ გეკითხებით რომ ადგილობრივი სასამართლოს იმედი გქონდათ რაც არ დასრულდა იმ შედეგით რასაც ითხოვდით სტრასბურგის იმედი შეიძლება ძალიან უცნაური სანახავი იყო და მოსასმენი ეს ყველაფერი იმიტომ რომ მე თითქმის ყველა პროცესზე დავდიოდი და იცით აი იმდენად დიდი განსხვავება იყო აი აქეთა მხარესა და იქეთა მხარეს შორის რომ მე პირდაპირ გაოგნებული დავრჩი მართალი გითხრათ რომ აი ამის ყველაფრის მოსმენის და ნახვის შემდეგ რომ შეიძლება აი ასეთი განაჩენი დამდგარიყო მე ძალიან გაგორებული ვარ და ალბათ არა მარტო მე გამოსავალი რა გგონიათ რა შეიძლება იყოს გამოსავალი როცა ხელისუფლება უკვე ამდენი თვეა წელიწად ნახევარია თითქმის პოზიციას არ ცვლის და უფრო ბრალდების რეჟიმშია თქვენი მისამართით სააკაშვილის მისამართით აი რა შეიძლება იყოს გამოსავალი არა ეს არის თავიდანვე ნათელი იყო რომ ასეთ პოზიციაში იქნებოდა ხელისუფლება და დააპატიმრეს ადამიანი რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო რომელსაც ყველა სადაც არ უნდა როგორც კი გაცილდები ამ ჩვენ ქვეყანას რუსეთს არ გულისხმობ ეს გამონაკლისია რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ ისინი მოკავშირეები არიან საქართველოს და რუსეთი
მაგრამ ყველა დანარჩენი ქვეყანა დემოკრატიის მამას უწოდებენ და აქ სამაგალითო იყო ხოლმე ის რეფორმები, რომელიც საისტორიო ჩემი შვილის პრეზიდენტობის დროს აქ ჩატარდა ჩვენ ქვეყანაში, ხო, ეს ხო ვიცით ყველა. საყოველთაო ცნობილია. რა ვიცი, აბა რა გითხრათ. აი საუბრობთ ზოგადად მასთან ამ მოცემულობაზე, როცა გამოსავალი ჯერ არ ჩანს, უпростоრად რაღაც შედეგი ჯერ არ ჩანს პერსპექტივაში, როდის რა იქნება. თვითონ რას ხედავს გამოსავლად, როგორ შეუძლია მას წარმოიდგინოს აი მოცემულობა, როცა გადაწყდება მისი გადაყვანა. ზოგადად ამ თემებზე თუ საუბრობთ მასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია? რა თქმა უნდა, მუდმივად ვფიქრობთ ყოველ შემთხვევაში ამაზე. და აი უფრო გარედან, უფრო უკრაინის იმედი თუ შეიძლება კონდეს ადამიანს, მაგრამ ამ ადამიანს დრო არ აქვს. ჩვენ არ გვაქვს დრო. აი ეს არის პრობლემა. არანაირი დრო აღარ დაგვჭირ. და ასევე ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ რაზეც აგებს ხელისუფლება პროპაგანდას თქვენ საწინააღმდეგოდ, ეს არის ლობისტები, რაშიც ფინანსური თანხა არის გადახდილი და ხელისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში ამას არგუმენტად იყენებს, რომ სააკაშვილის ოჯახის წევრები, მისი მხარდამჭერები იხდიან თანხებს და თან დიდ თანხას იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დააჯერონ, რომ მართლაც ცუდად არის სააკაშვილი. აი ბოლო რაც მათთვის არის არგუმენტი, ეს არის შეერთებული შტატების მონაცემების სტატისტიკის სამსახურის მონაცემები, რომ $914,000-მდე არის გადახდილი. $914,000 ლობისტურ კომპანიაში. რაღაც 300,000-ო იქნებოდა. ხო, აი აქედან რაღაც სხვადასხვა ციფრებია, როგორც შესაძლებელი, მე არ ვიცი. აქედან $300,000-მდე არის გადახდილი სამედიცინო ექსპერტებში, ექსპერტებისთვის, ალბათ, კი ბატონო, არის. აი ეს დოკუმენტი რაც გამოქვეყნდა, მას აქვს თქვენი ხელმოწერა. მე მინდა გკითხოთ რა, კი ბატონო, და ჩემი ძმა. აქ სიცხადე რომ შეიტანოთ, რაკიღა მათი მხრიდან მოდის ეს ბრალდება. კი ბატონო. აი მოგახსენებთ, საქმე ის არის, რომ ჩემი შვილი აქედან რომ მიდიოდა. საერთოდ ცარიელი ხელი წავიდა. ის კი არა წასვლის წინ დაანგრია დედაჩემის და მამაჩემის სახლი, რომელიც ძალიან უყვარდათ ჩემს მშობლებს. მარტო იმიტომ, რომ აი ბიბლიოთეკა უნდოდა რომ აშენებულიყო, რომელიც აი მეგობრებმა შესთავაზეს, რომ აი რაღაცა საჩუქარს გაგიკეთებ და ამან იმ წუთში მოიფიქრა, რომ აი ბიბლიოთეკა აშენდეს. და ამ ბიბლიოთეკისთვის გადაწყვიტა, რომ აი ეს არის ყველაზე კარგი ადგილი და დაანგრია ჩემი მშობლების სახლი. აი ესე წავიდა ის ადამიანი აქედან ცარიელი ხელებით, სხვათა შორის. და შემდეგ ერთადერთი ყველაფერი დაყადაღებულია ჩვენი. ერთადერთი რაც არ იყო რატომღაც დაყადაღებული ჩემთან გასაკვირად, ეს იყო მამაჩემის ქოშიგორის საკმაოდ დიდი ნაკვეთი ქოშიგორაზე. და ეს ნაკვეთი იცით ძალიან დიდი ხანი არსებობდა. მაგრამ ახლა არასოდეს არ უფიქრია არავის, რომ იქ რაღაც აშენებულიყო. უბრალოდ მე მაინტერესებს აი ბევრი დრო არ დაგვრჩა. მე ის ნაკვეთი გავყიდე. მილიონად სხვათა შორის თითქმის, აი სულ ცოტა აკლდა მილიონს. კი ბატონო. მადლობა. ჯერჯერობით. მადლობა გიული ალასანიას, მიხეილ სააკაშვილის დედა საუბრობდა ჩვენთან ეთერში. ჩვენი დღის ამბები ამით დასრულებულია. თქვენ გელოდებათ ნოდარ მელაძის შაბათი, ამიტომ უნდა დარჩეთ TV პირველზე. მადლობა რომ გვიყურეთ.